მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი. რაღაცა არ არის რიგზე. ერთი წამი. ეგ არის. ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ. მოკლედ, 30 რიცხვი ახლოვდება და ალბათ მარტო მე არ ვარ ასე. მთელი საქართველო ველოდება ამ მატჩს. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ადრე ამაზე ოცნებაც კი ზედმეტი გვეგონა არა? ახლა ალბათ იფიქრებთ, კაი რა კვარაზე რა უნდა გვითხრა ახალიო, რაც არ ვიცითო. დამართლებით იქნებით, მის ისტორიას აქ ყველა ზეპირად მოყვებით. თუმცა დააკვირდით, YouTube გადაჭედილია უცხოელების ვიდეოებით. ტიპები ნეაპოლიდან, ესპანეთიდან, ლონდონიდან, პარიზიდან ყვებიან ჩვენს ბიჭზე ყველაფერს. აღფრთოვანებას ვერ მალავენ და სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს გული მწყდება, რატომ უნდა ყვებოდნენ სხვები მასზე უკეთ ვიდრე ჩვენ. ხო და სანამ თავარი მატჩის სასტველი გაიჟღერებს, მინდა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ გზას. ოღონდ არა მშრალი ფაქტებით, არამედ ისე როგორც ჩვენ, ქართველებს გვიყვარს. მოკლედ დავიწყოთ სულთავიდან. 2001 წლის 12 თებერვალი, თბილისი. ამ დღეს დაიბადა ხვიჩა. ბევრს გონია რომ ვარსკვლავობა რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიაა. მაგრამ ხვიჩას შემთხვევაში ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ბავშვობა, სადაც ყველაფერი ფეხბურთის გარშემო ტრიალებდა. ოჯახი წარმოშობით წალენჯიხიდანაა, სოფელ ნაკიფუდან. თუმცა თვითონ თბილისში გაიზარდა. სახლში სამი ძმა იყვნენ. უფროსი ნიკა, თვითონ ხვიჩა და უმცროსი თორნიკე. წარმოიდგინეთ ტიპიური ქართული ოჯახი, სადაც დედა მაკა ლუკავა ცდილობს ყველაფერი დააბალანსოს. მამა და ბიჭები კი დილიდან საღამომდე ბურთზე ლაპარაკობენ. მამამისი ბადრი კვარაცხელია, მაშინ უკვე ცნობილი კაცი იყო ფეხბურთში. ოღონდ არ გეგონოთ რომ რაღაც მიუწვდომელი ვარსკვლავი იყო. პირიქით, ბადრიმ თავის კარიერაში აჩვენა რას ნიშნავს შრომა. მან სახელი აზერბაიჯანში გაითქვა. იქაური ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა. შამქორში თამაშობდა და აზერბაიჯანის ნაკრებშიც კი გამოდიოდა. ხვიჩა რომ იზრდებოდა, ის ხედავდა არა ფუფუნებას, არამედ იმას თუ რამხელა ენერგიას დებდა მამამისი ამ საქმეში. იცით რა არის საინტერესო? ხვიჩა ბავშვობიდანვე ძალიან ჩუმი და მორიდებული ყოფილა. სკოლაშიც და ეზოშიც ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ზედმეტს არასდროს ლაპარაკობდა. მისი ერთ-ერთი გამოსავალი კი ბურთი იყო. დინამო თბილისის აკადემიაში როცა მივიდა, იქაც არ უცდია ვინმეზე მეტი გამოჩენილიყო. უბრალოდ ვარჯიშობდა. აი ასე, ყოველგვარი ხმაურის გარეშე დაიწყო ეს ისტორია. არანაირი ოქროს ბიჭუნა და ზედმეტი ყურადღება. იყო მხოლოდ ერთი ოჯახი, სადაც ფეხბურთი უყვარდათ და ერთი ბიჭი, რომელიც ბურთს საერთოდ არ ცილებდა ფეხიდან. ნაწილი მეორე, აკადემია და დინამოდან წასვლის რეალური მიზეზი. დავიწყოთ იქედან, რომ ხვიჩა დინამოს აკადემიაში სხვა ბავშვებთან ერთად ვარჯიშობდა. კი ნიჭიერი იყო, მაგრამ აკადემიაში ბევრია ნიჭიერი ბავშვი. 2017 წელს, როცა 16 წლის გახდა, პირველ გუნდში ათამაშეს. დებიუტი ჰქონდა ფოთის კოლხეთთან. შეცვლაზე შევიდა და საგოლე პასი გააკეთა. იმ სეზონში სულ რამოდენიმე თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა შუქურასთან. აი აქ ხდება ის მომენტი, რაზეც ბევრი მithქმა-მოთქმა იყო. ხვიჩა დინამოდან წავიდა არა იმიტომ, რომ ვინმე ვერ დააფასა, არამედ კონტრაქტის გამო. კლუბს უნდოდა გრძელვადიანი ხელშეკრულება. ოჯახს და აგენტს სხვა პირობები ჰქონდათ. საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა და 17 წლის ბიჭი გუნდის გარეშე დარჩა. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ასე პატარა ასაკში დინამოდან წასვლა დიდი რისკი იყო და შეიძლება მისი კარიერა აქ დასრულებულიყო. დინამოდან წამოსვლის შემდეგ ხვიჩა რუსთავში გადავიდა. ეს იყო საშუალო დონის გუნდი, სადაც მას უბრალოდ თამაში სჭირდებოდა. იქ ერთი სეზონი გაატარა. 18 თამაში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. სწორედ აქედან შენიშნეს მოსკოვის ლოკომოტივში. 2019 წელს იჯარით წავიდა მოსკოვში. იქ ნახევარი წელი გაატარა, სულ 7-ჯერ გამოვიდა მოედანზე და ძირითადად შეცვლებზე გამოდიოდა. და ერთი გოლი გაიტანა რუბინთან. აი იური სიმონს მართლა მოეწონა ეს ბიჭი. მაგრამ როცა იჯარა დამთავრდა, ლოკომოტივმა მისი გამოსყიდვა ვერ შეძლო. ისევ ფინანსური და სახელშეკრულებლო დეტალების გამო. სიომინმა მერე თქვა ინტერვიუში, რომ ძალიან დასანანი იყო მისი გაშვება, რადგან პოტენციალს ხედავდა. ყაზანის რუბინი და ადაპტაცია დიდ ფეხბურთთან. ამის შემდეგ ჩნდება ყაზანის რუბინი. იქ ხვიჩამ 3 წელი გაატარა. თავიდან არ იყო მარტივი. ახალი ქვეყანა, უფრო ფიზიკური და ხისტი ფეხბურთი. წვნელი ლეონიდ სლუცკი ბევრს მუშაობდა მასთან. სლუცკი ამბობდა, რომ ხვიჩას ბევრი რამ ჰქონდა გამოსასწორებელი, მათ შორის დაცვაში თამაში და დისციპლინა. იქ მას სტაბილურად დაიწყო თამაში. 70-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და ნენელა გახდა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. ორჯერ დაასახელეს რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. თუმცა იმ დროსაც კი ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მას. ასე გაგრძელდა 2022 წლის მარტამდე, სანამ ომი დაიწყებოდა და ხვიჩას მოუწევდა ყაზანიდან წამოსვლა. 2022 წლის მარტში ხვიჩა ბათუმის
ბათუმის დინამოში ჩაირიცხა. ბევრს ეგონა რომ ეს დროებითი პაუზა იქნებოდა და ის უბრალოდ ფორმის შესანარჩუნებლად ითამაშებდა. თუმცა რეალურად სხვა რამ მოხდა. იცით რა ხდებოდა მაშინ ბათუმში? სტადიონზე ბილეთების შოვნა შეუძლებელი გახდა. ხალხი და მთელი საქართველო ჩადიოდა სპეციალურად მისი თამაშის სანახავად და ხუჩამაც აჩვენა ის, რაც ყველას აინტერესებდა. მისი დონე ჩვენს ჩემპიონატზე ბევრად მაღალი იყო. სულ 11 მატჩი ჩაატარა და ამ მცირე დროში 8 გოლი გაიტანა. ეს არ იყო მხოლოდ გოლები, ეს იყო აშკარად დომინაცია მოედანზე. იმ მომენტში უკვე ყველასთვის გასაგები გახდა. ის აღარ იყო პერსპექტიული ბიჭი ყაზანიდან. ის იყო ჩამოყალიბებული ლიდერი, რომლისთვისაც საქართველოს ჩემპიონატი უკვე ძალიან ვიწრო იყო. სწორედ ამ 3 თვის განმავლობაში გადაწყდა მისი მომავალი. სანამ ჩვენ აქ მის თამაშს უყურებდით, კულისებში უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ნაპოლისთან. კრისტიანო ჯუნტოლი, ნეაპოლელთა მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა მოგვიანებით თქვა კიდეც, რომ ხუჩას დიდი ხანია აკვირდებოდნენ. მაგრამ სწორედ ამ პერიოდმა დაარწმუნა ისინი, რომ 10 მილიონი ევრო ამ ფეხბურთელში ძალიან ცოტა იყო. 20-22 წლის ზაფხულში ხუჩამ ბათუმის დინამო დატოვა და იტალიაში გაემგზავრა. აი აქედან უკვე იწყება ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო ალაპარაკა. ნეაპოლური ზღაპარი და ციფრები, რომლებმაც იტალია გააოცა. და 2022 წლის ზაფხულში ხუჩა ნეაპოლში ჩადის. იცით რა ხდებოდა მაშინ იტალიაში? გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ. გუნდიდან წავიდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც ინსინიე, მერტენსი და კულიბალია. მათ ნაცვლად მოყავთ 21 წლის ბიჭი საქართველოდან, რომელშიც სულ რაღაც 10 მილიონი გადაიხადეს. პრესა პირდაპირ წერდა, რომ ნაპოლიმ ამბიციები დაკარგა. მაგრამ მოდით ციფრებს შევხედოთ, იმიტომ რომ მათზე უკეთ სიმართლეს ვერაფერი ამბობს. პირველ სეზონში, როცა ნაპოლი 33 წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო მოიგო, ხუჩამ სერიაში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. დაუკვირდით, ტიპი ჩავიდა ტოპლიგაში და პირველივე წელს ორმაგი დუბლი დადო. ის გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. მეორე სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ძალიან გაუჭირდა, მწვრთნელები სამჯერ შეიცვალენ და საერთოდ ფონი ძალიან მძიმე იყო, ხუჩამ მაინც მოახერხა სტაბილურობის შენარჩუნება. 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. სწორედ ამ დაარწმუნა ყველა, რომ ის ერთი სეზონის ფეხბურთელი არ იყო. ნაპოლიში გატარებული დროის განმავლობაში ჯამში 30-ზე მეტი გოლი დააგროვა. აი ეს სტაბილურობა გახდა იმის მიზეზი, რომ 2025 წლის იანვარში პარიზში მისი ტრანსფერი 70 მილიონ ევროდ შეფასდა. PSG, ბაპეს მემკვიდრეობა და რეკორდები. პარიზში გადასვლა კი სულ სხვა დონე იყო. წარმოიდგინეთ, ხუჩა მიდის გუნდში, სადაც კილიან ბაპეს ჩრდილი ყველგან იგრძნობა. ბაპე პარიზისთვის ყველაფერი იყო, სიმბოლო, მთავარი ძალა, მეფე. როცა ის წავიდა პარკ დე ფრენსზე, დიდი სიცარიელე დარჩა და აი ხუჩა იღებს სწორედ იმ 7 ნომრიან მაისურს, რომელსაც მბაპე ატარებდა. წნეხი კი წარმოუდგენელი იყო. თუმცა ხუჩამ პარიზს სხვა რამ მოუტანა. ბაპე იყო სისწრაფე და ძალა. ხუჩა კი აღმოჩნდა კრეატივი, რომელსაც ლუის ენრიკე ეძებდა. პირველივე ნახევარ სეზონში, ადაპტაციის პერიოდში მან 6 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მაგრამ ნამდვილი საოცრება ამ სეზონში 2025-26 წლებში მოხდა. დღეს მონაცემებით ხუჩას ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი. დაფიქრდით, ეს PSG-ს რეკორდია. არც ერთ ფეხბურთელს, ბაპესაც კი, ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პარიზული კლუბის მაისურით ამდენი გოლი არ გაუტანია. საინტერესო კი ის არის, რომ ბაპე წლებია ცდილობდა პარიზისთვის ეს თასი მოეგო. მაგრამ ხუჩამ გასულ წელს მოსვლიდან რამოდენიმე თვეში უკვე აწია ჩემპიონთა ლიგის თასი და ფინალში გოლიც გაიტანა. მან დაამტკიცა, რომ გუნდს აღარ სჭირდებოდა ერთი ინდივიდუალური ვარსკვლავი. მას სჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც მთელ გუნდს ათამაშებს. ახლა კი ისევ 30 რიცხვი მოდის, ისევ ფინალია. ხუჩა დღეს პარიზისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ერთ დროს მბაპე იყო. ოღონდ ერთი განსხვავებით. ხუჩა მათის გამარჯვების გემო აგემა, რაზეც წლების განმავლობაში ოცნებობდნენ. ჩვენ კი საქართველოში ისევ იმ ბავშვური ემოციით ველოდებით თამაშს, რომლითაც წლების წინ ჩვენს ეზოებში დავრბოდით და დაუძდევდით ბურთს. მეგობრებო, ჩვენი არხის სპონსორის გამოწვევა არის ესეთი, რომ კომენტარებში ვინც გამოიცნობს, რომელ წუთზე გაიტანს ხუჩა კვარაცხელია გოლს, ის მიიღებს კვარას მაისურს. თუ ვიდეოს ამ მომენტამდე უყურეთ, ესე იგი მოგეწონათ ის. მაშინ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში ველოდები თქვენს პასუხს თუ რომელ წუთზე გაიტანს ხუჩა კვარაცხელია გოლს. ლაპარაკში, ინტერვიუებში, ქცევაში ყველაფერში ეთყობა, რომ იმენა მაგარი ადამიანია რა. თვითონ პროფესიონალია, როგორც რაღაცა ცხოვრებით ფეხბურთელი როგორიც უნდა იყოს. აი ეგაა რა ტიპი რა. მიიღო ვარსკვლავობა საკაიფო. მიიღო, ანუ ბაზარი არა საქართველოს ნაკრებში, ბევრი სხვა ვარსკვლავების არიან, მაგრამ ეს ვაფშე სხვანაირი ტიპი. იმენა მატერია ტიპი რა, იმენას პროფესიონალ მატერია რა. კრისტიანო რონალდო როა ხო ხდები რა, იმენა ტიპი არის დაბადებული ვარსკვლავად რა.
ეგეთი ტიპია რა. ანუ ინტერვიუში კიდე ერთ ცებაში ვერაფერს ისეც ვერ შეატყო, რომ ეს ტიპი რაღაცა ისა რა, თავდაბლობის იმარავ ის რა. ეგ რო არ კონდეს, ხო ეგეთი ფეხბურთელი ვერ იქნება ეგ ჩემი აზრით რა. კი ბატონო. ეგ და კიდე ერთ ქართველს გეტყვი ძმა, თუ გინდა. ვის? თოფურია. თოფურია კიდე სხვა ტიპია რა. თოფურია ხა ისეთ სპორტშია. მაინც ახლა MMA სხვა სპორტია და MMA-ში ტიპი უნდა იყო, იმიტომ რომ ფეხბურთში მომენტ შეიძლება არ გიწევდეს საკუთარი თავის გაყიდვა რა, იმ დონეზე როგორც MMA-ში. ხო და ეგაა რომ თუ შევადარებთ, ეგ ორი ტიპი არის იმენა ვინც მიიღო ვარსკვლავობა რა. იმან იქ რაფერც საჭიროა ისე მიიღო და ამან აქ რა. ნუ რომელი ერაბა არ დაგვეჩაგოს. ბიჭო მერაბა ძმა, ჩვენი ძმა. მეგობრებო, რა ვთქვა ახლა? მეგობრებო, ერთად ვუგუშევთ ქუჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დარწმუნებული ვარ, რომ ქუჩა მეორე ჩემპიონთა ლიგის თასსაც აწევს ხელში და ისე მეგრულად მოატყუებს თავის თავგადასავლებს. ასე რომ შევოდა რა. ეგაა და? ეგარი და გორის ციხე, ეგარი და გორის ციხე. ყველას ნახდი ძმა, იგენით შევავსებ კლიპებით რა, ხუჩას გოლებით და რაღაც.